გოგოლაძე დგას კარში 99 ნომერი, მუშკუდიანი 25, გოგოლაძე 18, კენკიშვილი 4, გამყრელიძე 77, კუდუხაშვილი 7, ცატავა 9, ლეჟავა 5, მეტრეველი 10, ბარდაველიძე 13, ბანძელაძე 9. ეს არის Golden Academy-ის შემადგენლობა. ჯაბა ლეშკაშელი არის გუნდის მთავარი მწვრთნელი. ბურთით Golden-ის ფეხბურთელები გავიდა აქ მოედნის ფარგლებს გარეთ ბურთი და იქნება აუტი. ვნახოთ როგორი თამაში იქნება, რა თქმა უნდა ამ შეხვედრაში ველოდებით Golden Academy-ისგან მასპინძელი გუნდისგან გამარჯვებას. აქაც კარგად ითამაშეს Golden-ის ფეხბურთელებმა, ის პასი მაინც გამოდის, მიიღო ბურთი ლეჟავამ, ბანძელაძე ვერ მოახერხა ბურთის შენარჩუნება, დაიკარგა ბურთი და ბურთით განთიადის ფეხბურთელები არიან. ამ მომენტისათვის განთიადი მესამე პოზიციაზეა, Golden Academy-ა მეოთხე ადგილს იკავებს, გუნდებს შორის სხვაობა არის 2 ქულა, 18 ქულა განთიადს, 16 კი Golden Academy-ას აქ მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში Golden-ის ფეხბურთელები მეტრეველი ვნახოთ რას იძამს, 1-1-ზე მცველთან და კარგად ითამაშეს ამ მომენტში განთიადის ფეხბურთელებმა, დაცვაში იქნება დარტყმა კარიდან. Golden Academy-ას 7 თამაში აქვს ნათამაშები, განთიადსაც 7, განთიად 7 თამაში 6 მოგება და 1 წაგება აქვს. Golden Academy-ას რაც შეეხება 7 თამაში 5 მოგება 1 ფრე 1 მარცხი, 30 გატანილი 6 გაშვებული განთიად, 17 გატანილი 5 გაშვებული Golden Academy-ას. აქ კი მაღალი პასი ეს გადაცემა არ გადის, შეცდომას თუ დაუშვებენ, არა, პასი მაინც გამოუვიდათ სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს, ბურთით განთიადის მოთამაშეები არიან. კარგია ბანძელაძე ძალიან ართმევაზე ცდილობდა თამაში, 2 ცხრიანი ერთმანეთის წინააღმდეგ, ჯერჯერობით სტუმართა მე-9 ნომერი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ბურთი მაინც დაიტოვა Golden-მა. ბანძელაძის პასი არ გამოვა ამ ეპიზოდში გადაცემა, გამყრელიძე იყო ადრესატი აი ამ გადაცემის, მაგრამ პასი ზუსტი არ გამოვიდა. აუწე გადავიდა ბურთი, მოაწოდეს აუტი სწრაფად განთიადის ფეხბურთელებმა, ისევ Golden Academy-ა ბურთით კუდუხაშვილი ძალიან კარგად ითამაშა კუდუხაშვილმა, 2 ფეხბურთელი მის წინააღმდეგ, შემდეგ პასი გააკეთა, არ გამოდის გადაცემა, დააკარგეს ბურთი Golden-ის ფეხბურთელებმა, მაგრამ სწრაფად დაიბრუნეს, მუშკუდიანი თამაშობს კარგად. ბანძელაძის პასი გადის აქ. ბურთით განთიადის ფეხბურთელები არიან. ბანძელაძე აქაც ძალიან კარგად ითამაშა ართმევაზე, შემდეგ ნახოთ რა გაგრძელებას იპოვნის. გააკეთა გადაცემა გამყრელიძის მიმართულებით წესით ეს პასი გავა გამყრელიძე, ჩააწოდა საჯარიმოში შეიძლება, კარში დარტყმა არ მიუვიდა ბურთი ამ ეპიზოდში მეტრეველს, შემდეგ ბურთისთვის იბრძოდა მე-10 ნომერი, იქნება აუტი და დარჩება ისევ მასპინძელი Golden Academy-ას შეტევაში. კარგი შეტევა იყო, შეიძლებოდა ამ შეტევის უფრო კარგად წარმართვა და რეალურად საფეხბურთო მომენტი შექმნა, მაგრამ პასი ზუსტი არ გამოვიდა, ისევ Golden-ი შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან ეს გადაცემა არ გადის, განთიადის ფეხბურთელები დაცვაში თამაშობენ ძალიან კარგად. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მე ვახსენე რა მდგომარეობა არის სატურნირო ცხრილში, გუნდებს შორის რომ 2 ქულაა სხვაობა, კიდევ ერთხელ გეტყვით და ამ შეხვედრის გამარჯვებული გუნდი ძალიან აქ ბურთი დაკარგა განთიადმა ამასობაში, ბანძელაძე კარგად თამაშობს. ისევ Golden Academy-ის ფეხბურთელები, ლეჟავა შესანიშნავია ამ სიტუაციაში, პასის გაკეთება ვეღარ მოახერხა შემდეგ, ბურთით განთიადი. პასი არ გამოდის. Golden Academy-ას ცდილობს შეტევას, ალბათ სატავა ვნახოთ რა სიზონს. ბარდაველიძე წაიქცა, მე-13 ნომერი, თამაში გრძელდება. ისევ Golden Academy-ა. მოედნის ცენტრში იყო აქ ბურთისთვის ბრძოლა, არ გამოდის ეს გადაცემა, კარგი დაცვა ითამაშეს მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა, შემდეგ ეს პასი ზუსტი არ არის, განთიადის ფეხბურთელები დარჩნენ ბურთით. სწრაფად იბრუნებს ბურთს Golden Academy-ა, კენკიშვილის გადაცემა ზუსტი არ გამოდის ამ სიტუაციაში. უჭირთ ფეხბურთელებს რა თქმა უნდა გადაადგილება, ბურთის აქეთ-იქით მოძრაობა გასაგებია რატომაც ბიდგა სტადიონზე და ამინდის გათვალისწინებით რა თქმა უნდა კიდევ უფრო რთული თამაში უნდა გამოვიდეს და კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ორივე გუნდს რეალურად შედეგის დაფიქსირება. შედეგი რა თქმა უნდა Golden-ისთვის არის მხოლოდ გამარჯვება და დღევანდელ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება. კენკიშვილია ბურთით ამასობაში, ათამაშებენ ბურთს საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს Golden Academy-ის ფეხბურთელები.
გზელი პასი კეთდება ამასობაში მოედის ცენტრთან ახლოს არ გამოდის გადაცემა მუშკუდიანი ცდილობდა შემდეგ ბურთზე თამაში ისევ განთიადის ფეხბურთელები ესტებიან აქ შეტევას მუშკუდიანი არ გამოვიდა დაცვაში თამაში აგრძელებენ სტუმრები შეტევას კარგი დაცვა ამასობაში და ისევ გოლდენ აკადემია ვნახოთ აი ამ შეტევას რა მოხდება გავიდა ეს პასი წესით არა მეკარე გამოდის პირველი არიდან და გამოვიდა ბურთზე ითამაშა განთიადის მეკარემ ყურადღებით იყო აქ სტუმართა კარის დარაჯი განთიადის ფეხბურთელები ისევ შეტევაში აქაც ყურადღებით თამაშობენ გოლდენის ფეხბურთელები დაცვაში აქ კი როგორც ჩანს თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და ბურთი გოლდენ აკადემიას დარჩება აქ ნახოთ ეს შეტევა ის გადაცემა არ გამოდის მეკარეს მივა ბურთი ყურადღებით უნდა იყოს ამ ეპიზოდში მაჭარაძე ითამაშა ბურთზე არც თუ ისე კარგი პასი გააკეთა განთიადის ფეხბურთელები ეცდებიან შემდეგ შეტევას გოლდენ აკადემია ისევ ბურთით ჩატავა დაირღვა თამაშის წესები როგორც ჩანს ბურთი დარჩება გოლდენ აკადემიას კი ბატონო ბანძელაძე დარჩება ბურთთან ნახოთ აბა აი ეს სტანდარტული როგორი იქნება ჩაწოდებას ველოდებით საჯარიმოში რა თქმა უნდა კუდუხაშვილი ჩააწვდის საჯარიმოს მიმართულებით აბა ჩაწოდება კუდუხაშვილის დაბალი პასი გაუშვა საჯარიმოში გამოიტანეს ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა უბრალოდ გამყრელიძე იყო ეს ფეხბურთელი რომელიც ჩააწოდა საჯარიმოში აქ კი ვარდნაში თამაში და ბურთი გოლდენ აკადემიას უნდა დარჩეს კიდევ ერთი სტანდარტულია გამყრელიძე არის ისევ ბურთთან ნახოთ აი ამ სტანდარტულს როგორ გამოიყენებენ მასპინძლები რა თქმა უნდა ჩაწოდება იქნება საჯარიმოში და პირველ ბურთზე უნდა ითამაშონ გოლდენის ფეხბურთელებმა აბა გამყრელიძე ვნახოთ როგორ ჩააწვდის საჯარიმოში ასეთ ამინჩი მეკარეებისთვის კიდევ უფრო რთულია ბურთზე თამაში აბა დაბალი პასი გაუშვა საჯარიმოში ვერ ითამაშეს ბურთზე გოლდენის ფეხბურთელებმა შემდეგ გრძელდება შეტევა დარტყმა შეიძლება კუდუხაშვილი პასს აკეთებს არ გამოვიდა აქ დარტყმა შემდეგ დარტყმა და დააფიქსირა მაინც ბურთი ხელებში მეკარემ ხო ასეთ თამაში მის თქმა მინდოდა რომ ძალიან რთულია მეკარეებისთვის პირდაპირ ბურთის ხელებში დაჭერა ამიტომ სტანდარტულებს და შორეულ დარტყმებს კიდევ უფრო მეტად ექნება მნიშვნელობა აქ კენკიშვილი ცდილობდა ბურთზე თამაშს განთიადის ფეხბურთელები რჩებიან ისევ შეტევაში სახიფათო შეტევა დარტყმა და მეკარეს მისდის ბურთი ხელებში მაჭარაძეც ყურადღებით იყო ამ სიტუაციაში გოლდენ აკადემიის მეკარე განთიადმა შექმნა თავისი მომენტი კარგი არ ყველაფერი დასრულდა ისე რომ მაჭარაძემ შეიყვანა ახლა ბურთი თამაში გოლდენ აკადემია ისევ ბურთით კარგი თამაში ძალიან მარცხენა ფლანგზე გაკეთდა პასი ლეჟავა ჯერჯერობით ძალიან კარგია ლეჟავა შემდეგ დაარღვიეს თამაშის წესები ლეჟავას წინააღმდეგ კენკიშვილი დარჩა ბურთთან როგორც ჩანს მაღალ პასს აპირებს კენკიშვილი კი ბატონო მაღალი გადაცემა გააკეთა ზუსტია ეს პასი ნახოთ როგორ გაგრძელდება აი ეს შეტევა კუდუხაშვილი მაინც აკეთებს პასს შემდეგ ეს გადაცემა არ გამოდის მაინც დარჩება ბურთი გოლდენ აკადემიას მუშკუდიანი დაიტოვა ბურთი გოლდენმა შეტევაში ისე მუშკუდიანზე პასი ვარდნაში კარგი თამაში კვლავ მუშკუდიანი გაკეთდა გადაცემა და იქნება კუთხური კარგი შეტევა იყო შეიძლებოდა უფრო მეტად ამ შეტევის განვითარება ექნება მარჯვენა ფლანგიდან გოლდენ აკადემიას კუთხური და ვნახოთ აი ამ სტანდარტულს როგორ გამოიყენებენ ჯაბალ ეშკაშელის შეგირდები
ამასობაში განთიადი ცდილობს მარცხენა ფლანგიდან შეტევას მაჭარაძე პირველი თამაშოს ბურთზე გამოვიდა კარიდან ითამაშა ვარდნაში იქნება აუტი. ურადღებით ითამაშა Golden Academy-ის მეკარე იქნება კიდევ ერთი აუტი და განთიადი დარჩება ისევ შეტევაში. კარგად თამაშობენ აქ Golden Academy-ის ფეხბურთელები. შემდეგ ნახოთ როგორი შეტევა იქნება მარჯვენა ფლანგიდან მცდელობა შეტევის მეტრეველია ბურთით. ნახოთ რას იძამს ცოტათი შეფერხდა ამ სიტუაციაში მეტრეველი. ჯერჯერობით ბურთს ინარჩუნეს, მაგრამ შემდეგ გაიქცა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ. აუტია ამასობაში განთიადი დარჩება ბურთით მოაწოდეს აუტი Golden Academy-ის ნახევარზე. შორეული დარტყმა ამასობაში ეს დარტყმა არ გამოვა ზუსტი. მაჭარაძე განაახლებს თამაშს. ანგარიში 0-0 გვაქვს ამ შეხვედრაში. მე-11 წუთი მიმდინარეობს მაჭარაძე ისევ კენკიშვილზე გადაცემა. კენკიშვილის პასი ბანძელაძის მიმართულებით ზუსტია ეს პასი, შემდეგ ბანძელაძის გადაცემა ვნახოთ, არ გამოდის. პასი, მაგრამ რჩება მაინც Golden Academy-ია შეტევაში, აქ არის შანსი გატანის დარტყმა, საჭირო დარტყმა, მეკარეს მისდის ბურთი პირდაპირ. ძალიან კარგი მომენტი იყო, შეიძლებოდა ამ სიტუაციაში გოლის გატანა ბარდაველიძეს შეეძლო. ანგარიშის გახსნა. ისევ Golden Academy-ია ბურთით მეტრეველი უკან წამოიღო ბურთი, შემდეგ უკან კენკიშვილი მოძებნა, ნახოთ კენკიშვილი რა გაგრძელებას იპოვნის. მაღალ პასს აკეთებს აქ კენკიშვილი, წესით ეს ბურთი არ გადავა. კი ბატონო, გამყრელიძე დაეწია ბურთს. შემდეგ ნახოთ რა სიზამს, დაბალი პასის მცდელობა არ გამოვიდა, ისევ Golden Academy-ია ლეჟავა. ჩაწოდება საჯარიმოში, თამაშობენ პირველ ბურთზე აქ განთიადის ფეხბურთელები. კუდუხაშვილი ბოლომდე იბრძოლა, კარგად ითამაშა ძალიან ბურთით. Golden Academy-ია მუშკუდიანი ბოლომდე ცადა აქ ბურთზე თამაში არ გამოვიდა. შემდეგ ბანძელაძე კარგია, ჯერჯერობით პასაც აკეთებს გამყრელიძეზე, არ გამოვიდა ეს პასი. მოიგერია ეს ბურთი ამასობაში განთიადის ფეხბურთელებმა. კენკიშვილი აუტზე გადააგდებს ბურთს ამასობაში და იქნება აუტი. აუტიდან მოაწვდიან ბურთს განთიადის ფეხბურთელები. შემდეგ მოიგერია ბურთი ბანძელაძემ. ითამაშა გამყრელიძემ ბურთზე, ბარდაველიძე შემდეგ დაკარგა ბურთი Golden Academy-ამ. ისევ სტუმრები ბურთით. ბანძელაძე დაიბრუნა ბურთი Golden Academy-ამ. კენკიშვილი მაღალ პასს აკეთებს ამასობაში, ვინ იქნება ამ პასის ადრესატი. მეტრეველი ცდილობდა ბურთზე თამაში, მაგრამ არ გამოვიდა. შემდეგ მუშკუდიანი ძალიან კარგად ითამაშა. ვერ დატოვა, შემდეგ ბურთი თამაში იქნება აუტი. მოაწოდეს აუტი განთიადის ფეხბურთელებმა, შემდეგ უმისამართოდ მოიგერიეს ბურთი. პირველი კენკიშვილმა ითამაშა ბურთზე, ნახოთ ვინ იქნება აქ პირველი. აჩერებს თავარი არბიტრი თამაშს და სტანდარტული ექნება განთიადს Golden Academy-ის ნახევარზე. ყურადღებით უნდა იყვნენ აქ Golden Academy-ის ფეხბურთელები დაცვაში. კარგი შანსი აქვს განთიადს.
კარში დარტყმა ამასობაში საკმაოდ საფრთხო იყო, მაგრამ აც და ბურთი კარს იქნება დარტყმა კარიდან მაჭარაძე განაახლებს თამაშს. პირველ პოზიციაზე სანზონა 2018 არის 22 ქულა აქვს გუნდს, მეორეზე ვაკი ჟუნიორი 18 ქულით და 18 ქულით ასევე განთიადი მოდის მესამე ადგილზე, ამიტომ ძალიან დაძაბულია სატურნირო ცხრილში მდგომარეობა და ამ შეხვედრის შედეგზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად ის, რომ განთიადმა დღეს ვერ მოახერხოს მოგება და რა თქმა უნდა ის ჩვენ გვინდა გოლდენ აკადემიის გამარჯვება. გოლდენს ექნება დაგროვებული 19 ქულა, გუნდი გადავა მეორე პოზიციაზე და წამოეწევა 3 ქულით სანზონას, რომელსაც 8 თამაში აქვს უკვე ნათამაშები და 8 თამაში მერვე თამაში არის განთიადისთვისაც და გოლდენ აკადემიისთვისაც აი ეს დაპირისპირება, ამიტომ თანაბარი თამაშების შემთხვევაში განსხვავება იქნება 3 ქულა პირველ პოზიციაზე მყოფ სანზონასთან დღეს თუ გოლდენი მოიგებს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს თამაში, საკუთარ მოედანზე თამაშობს თან გოლდენ აკადემია და სჭირდება ამ გუნდს გამარჯვება იმისათვის, რომ პირველი პოზიციისთვის ბრძოლა კვლავ შეძლოს. ჯაბა ლეშკაშელის გუნდმა მარცხენა ფლანგიდან ცდილობა განთიადის შეტევის არ გამოვიდა, დაცვაში ყურადღებით ითამაშეს გოლდენ აკადემიის ფეხბურთელებმა. თავად არჩევათ ბურთი მოაწვიან აუტს. მუშკუდიანი გააკეთებს ამას. ბურთი დარჩება განთიადს. ამასობაში გოლდენ აკადემიის ფეხბურთელები კენკიშვილის პასი გავიდა. შემდეგ მარცხენა ფლანგზე გამყრელიძის მიმართულებით კეთდება გადაცემა. გამყრელიძე მაინც ითამაშა ბურთზე, აკეთებს პასს. ბანძელაძის მიმართულებით, ოღონდ ეს გადაცემა ბანძელაძეზე არ გამოდის, იქნება აუტი და ბურთი გოლდენ აკადემიას დარჩება. ლეჟავა მოაწვის აუტიდან ბურთს. ბანძელაძე ორი ფეხბურთელის განმოსვაში იყო, მაინც შეინარჩუნა ბურთი, შემდეგ ლეჟავა ჩაწოდება ამასობაში საჯარიმოში. ბურთით ისევ გოლდენ აკადემია, მუშკუდიანმა ცადა ამასობაში ერთი შეხებით დარტყმა და არ გამოვიდა, იქნება დარტყმა კარიდან, ბურთი განთიადს დარჩება. გოლდენ აკადემიას დილოს მარჯვენა ფლანგიდან ამჯერად შეტევას დაცვაში ითამაშეს კარგად განთიადის ფეხბურთელებმა. შემდეგ ეს გადაცემა ბოგერიება არ გამოდის. დაკარგეს ბურთი გოლდენის ფეხბურთელებმა. კენკუშვილის პასი მაინც გამოვიდა. მარჯვენა ფლანგზე მეტრეველზე პასი, მეტრეველი სრულმოძრაობა გაჩერდა, შემდეგ ვნახოთ რა სიზამს. პასი არის გასაკეთებელი, ჯერჯერობით ძალიან კარგად თამაშობს, გააკეთა გადაცემა, ისევ გავიდა ის პასი ბანძელაძე, ვერ მოარტყა აქ ბურთს ფეხი, რა კარგი მომენტი ჰქონდა გოლდენ აკადემიას. ბანძელაძე შეეძლო ანგარიშის გახსნა. ნუ გასაგებია ამინდის გამო რა პირობებიც არის ახლა მოედანზე. ბანძელაძემ ამიტომაც ვერ მოახერხა ბურთზე თამაში. სამწუხაროდ ბურთი ისევ გოლდენ აკადემიას დარჩება, ბანძელაძის პასი გავა ამ სიტუაციაში, გამყრელიძე ვნახოთ რა სიზამს, ჩაწოდება ეცდება საჯარიმოში, რიკოშეტი არ გამოვიდა, ამჯერად ჩაწოდება ისევ გოლდენ აკადემია, ბანძელაძე აწვდის, კარში მიდის ბურთი და მეკარეს მიუვა ხელებში.
აქაც იყო მცდელობა სახიფათო მომენტის შექმნის. აბა, ეს ჩაწოდება არ გამოსდის მუშკუდიანს. შემდეგ ეს ჯარიმა უნდა იყოს. აბა ჩაწოდებას ველოდებით საჯარიმოში ჩაწოდება ძალიან კარგი შემდეგ არ გამოდის აქ კარში ბურთის გაშვება გამოიტანეს ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა ლეჟავა პირველია ჩააბრუნა საჯარიმოში გამყრელიძე ნახოთ რას იზამს გრძელდება გოლდენის შეტევა გამყრელიძის პასი ბანძელაძის მიმართულებით ამჯერად არ გამოვიდა განთიადის ფეხბურთელები ბურთით ბოლო წუთებში ძალიან უჭირს სტუმარ-გუნდს მეტოქის ნახევარზე ბურთით გადასვლა აი აქ მოახერხეს ამის გაკეთება განთიადის ფეხბურთელებმა შეინარჩუნეს კიდევაც შემდეგ ეს პასი არ გამოდის და ძალიან კარგია კუდუხაშვილი ამ სიტუაციაში პასსაც აკეთებს ზუსტ მეტრეველი აბა ნახოთ ამჯერად რა შეიძლება ძალიან კარგი მოძრაობა იყო შემდეგ პასია გასაკეთებელი გააკეთა ეს პასი ბანძელაძეზე გავიდა გადაცემა ბანძელაძის პასი ბარდაველიძე დარტყმა შეიძლება ბარდაველიძე დაარტყა და მეკარეს მისდის ბურთი. მაქაც იყო კარგი შანსი რეალურად გოლის გატანის. განთიადის ფეხბურთელები ამასობაში აქ თამაშგარე უნდა იყოს. თამაშგარე მდგომარეობაა კი ბატონო. ბურთი დარჩება გოლდენ აკადემიას. მაჭარაძე შეიყვანს ბურთს თამაში. მაღალი გადაცემა გააკეთა საკმაოდ ძლიერი, მაგრამ არ გამოვიდა აქ პასი. ბურთით ისევ განთიადის ფეხბურთელები არიან და ეცდებიან შეტევას. ჯერჯერობით რჩება განთიადის შეტევაში. დარტყმა კარში და მაჭარაძეს მისდის ბურთი პირდაპირ ხელებში. კარგი იყო აქ გოლდენ აკადემიის მეკარე. ისო მაჭარაძემ შეიყვანა ძლიერად ბურთი თამაში, გამყრელიძე შეიძლება აქ ბურთზე ეთამაშა და იქნება აუტი. კვლავ გოლდენ აკადემია დარჩება ბურთით. ლეჟავა სწრაფად მოაწოდა აუტი გამყრელიძე. ნახოთ თუ იქნება ჩაწოდება სრულ მოძრაობა გამყრელიძისგან, ჯერჯერობით ბურთი შეინარჩუნა, კიდევ ერთი სრულ მოძრაობა, ჩაწოდების დელობა, ხდება აქ ბურთი განთიადის მე-14 ნომერს იქნება ბურთით ისევ გოლდენ აკადემია აუტიდან განაახლებენ თამაშს. თუ კუთხური იქნება. მე მგონი კუთხურია და ძალიან კარგი, სტანდარტული ექნება გოლდენ აკადემიას, ნახოთ აი ამ კუთხურს როგორ გამოიყენებენ ჯაბა ლეშკაშელის შეგირდები. ჩაწოდება საჯარიმოში, არ გამოვიდა ეს ჩაწოდება, გამოიტანეს ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა, გრძელდება შეტევა, კიდევ ერთი ჩაბრუნება. აქაც არ გამოდის. მუშკუდიანი კარგია, აკეთებს პასს ბანძელაძე, ეს გადაცემაც გავიდა, გამყრელიძე, კარგი მოძრაობა იყო, შემდეგ ნახოთ რას იცავს ისევ ბანძელაძე. კარგია ბანძელაძე, აკეთებს კიდევაც დაბალ პასს, შემდეგ ნახოთ რა იქნება, დარტყმა და შეიძლება გატანა დარტყმა, გარედან ხვდება ბურთი კარის ბადეს. ძალიან კარგი შანსი ჰქონდა გოლდენ აკადემიას, მაგრამ დარჩებიან ისევ მასპინძლების შეტევაში, ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან ექნებათ სტანდარტული გოლდენის ფეხბურთელებს. ნახოთ აი ამ სტანდარტულს რა გაგრძელება მოხდება. ისევ კაპიტანი მუშკუდიანი ჩაასწრის საჯარიმოში ბურთს. ჩაწოდება საჯარიმოში საკმაოდ კარგი, მაგრამ ვერ ითამაშეს ბურთზე გოლდენის ფეხბურთელებმა. გადავიდა ბურთი აუტზე ამასობაში. აუტიდან დარჩება ბურთი განთიაძე. მოაწოდეს აუტი ამასობაში. გენგიშვილი კარგია, იქნება კიდევ ერთი აუტი.
კენკიშვილი არ გამოვიდა გადაცემა, გრძელდება განთიადის შეტევა. დარტყმა არ გამოდის, კარგი თამაში დაცვაში ძალიან შემდეგ. რა ხდება? 11 მეტრიანია? პენალტი დაინიშნა მე მგონი Golden Academy-ის კარში. სამწუხაროდ კარგი შანსი მიიღეს ამასობაში. განთიადის ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნის. აბა მაჭარაძეზე ახლა ბევრი რამ დამოკიდებული ყურადღებით უნდა იყოს Golden Academy-ის მეკარე. ძალიან კარგი შანსია განთიაც და მაჭარაძე. ახოთ რას იზამს აქ? დარტყმა და იყო მაჭარაძემ შესანიშნავი მოგერიება. ძალიან კარგი ბურთი მოიგერია მაჭარაძემ ურთულესი პენალტი და გადაარჩინა Golden Academy-ა გაშვებულ გოლს. ბრავო მაჭარაძეს. ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში. განთიადის ფეხბურთელები არიან შეტევაში აქ. მარცხნივ გაკეთდა გადაცემა, ეს პასი არ გამოვა, მეტრეველი ჩამოვიდა დაცვაში. კარგად ბურთით Golden-ის ფეხბურთელები მუშკუდიანის გადაცემა არ გამოდის ზუსტი. ისევ სტუმრები ეცდებიან შეტევას, მეტოქის ნახევარზე არიან ბურთით. კარგი დაცვა ამასობაში Golden-ის მხრიდან, კენკიშვილის გადაცემა არ გამოდის ამ სიტუაციაში. კენკიშვილი მეორე სართულზე პირველია ბურთზე. კუდუხაშვილის პასით ზუსტია, მუშკუდიანი აკეთებს პასს მეტრეველზე ამასობაში, მეტრეველი დაეწია ამ ბურთს და ნახოთ შემდეგ რა გრძელებას იპოვნის. არა, ეს პასი მეტრეველის არ გამოდის, მიუვა ბურთი განთიადის მეკარეს. ძალიან მაგარი მოგერიება შემოგთავაზე და სეივი მაჭარაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია აქ. ძალიან სახიფათო შეტევა არის, დარტყმა და ბურთი კარს. დაცვაში ცოტათი გაუჭირდა აქ Golden Academy-ას. დარტყმა კარიდან იქნება, მაჭარაძე განაახლებს თამაშს. 0-0 გვაქვს ანგარიში. მაჭარაძის დამსახურებაა პირველ რიგში ეს. მაგრამ Golden Academy-ასთან თავისი მომენტები ჰქონდა. განსაკუთრებით ბანძელაძეს, როდესაც ბურთს ვერ მოარტყა ფეხი ბანძელაძემ. ბარდაველიძე გრძელდება თამაში, გაკეთდა გადაცემა, გამყრელიძე წესით ითამაშეს ბურთზე, კი ბატონო, ნახოთ შემდეგ რა გრძელებას იპოვნის. გამყრელიძე მარცხენა ფლანგიდან შეტევაში გაგჩერდა, ეს მოძრაობაც კარგი იყო, შემდეგ უკან ლეჟავაზე პასი. ლეჟავა აწვდის საჯარიმოში. არ გამოუვიდათ აქ შეტევა Golden-ის ფეხბურთელებს. დაკარგეს ბურთი მასპინძლებმა და განთიადი წამოვიდა შეტევაში. აქ უკვე ჯარიმა დაფიქსირდა. ბურთი განთიადს დარჩება. მაღალი ჩაწოდება ამასობაში საჯარიმოში არ გამოდის, იქნება დარტყმა კარიდან. მაჭარაძე შეიყვანს ბურთს თამაში. შეიყვანს ბურთს თამაში მაჭარაძე. აქ თამაშგარე მდგომარეობა არის, ამიტომაც ბურთი Golden Academy-ას დარჩება. კენკიშვილია ამჯერად ბურთთან. მაღალ პასს აკეთებს მეტოქის ნახევარზე, ეს პასი არ გამოდის.
ბურთით განთიადის ფეხბურთელები დაკარგეს ამასობაში ბურთის სტუმრებმა წამოვიდა Golden Academy შეტევაში ნახოთ აი ამ შეტევას რა მოხდება ჯერჯერობით ბურთი შეინარჩუნეს ცატავა იყო კარგი ლეჟავას პასი ბარდაველიძეზე არ გამოდის დაცვაში ყურადღებით თამაშობენ განთიადის ფეხბურთელები მაინც ითამაშა ბურთზე ბარდაველიძემ გამყრელიძეს შემდეგ ისევ Golden Academy შეტევაში ცატავა ჩაწოდება საჯარიმოში მეკარესთან წავიდა ბურთის არ იმყოფებოდა მეკარე და არ იყო ეს ჩაწოდება სახიფათო მუშკუდიანი ისევ Golden Academy რჩება შეტევაში მუშკუდიანი დაარტყა ძალიან სახიფათოდ და გადარჩა განთიადი აი ესე დასრულდა პირველი ნახევარი უგოლო ფრედ 0-0 ძალიან კარგი პენალტი ვნახეთ მაჭარაძის მოგერიებით ნახოთ მეორე ტაიმში რა და როგორ მოხდება ბრუნდები თამაშობაში მეორე ნახევარში პირველი ტაიმის ანგარიში არის 0-0 და დუდაშვილი ხურდება დუდაშვილი ჩაერთვება თამაშში საკმაოდ დიდხნიანი პაუზა ქონდა მას ვერ თამაშობდა ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია 4 თვე სადღაც იუქმა დუდაშვილმა და ცოტა ხანში ჩაერთვება ჩვენს შეხვედრაში დუდაშვილი რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია მოედნის ცენტრში თამაში და მის ნახოთ ჯარიმა ყოფილა ხო მისი გადაწყვეტილებები მოძრაობები პასები ყველანაირად კარგად აისახება Golden Academy-ის თამაში მოდი ასე ვთქვათ ნახოთ მეორე ნახევარი როგორი გვექნება მეორე ტაიმში რა თქმა უნდა ჯაბალეშკაშელის გუნდი ეცდება გააქტიურებას კიდევ უფრო მეტად აქ ჩაწოდება საჯარიმოში საკმაოდ სახიფათო მაგრამ მაჭარაძეს მიუვიდა ბურთი ხელებში მაჭარაძე მოიგერია 1 მეტრიანი ძალიან რთული ბურთის მოგერიება მოახერხა Golden-ის მეკარე მუშკუდიანმა ითამაშა შემდეგ ბურთზე მეტრეველი კარგია აკეთებს გადაცემას ცატავას მიმართულებით ცატავა მაინც თამაშობს ბურთზე კარგია ცატავა შემდეგ ნახოთ რა სიზამს არა ვეღარ დაიტოვა შემდეგ ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა გამოიტანეს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან შემდეგ ყუდუხაშვილის პასი არ გამოდის მუშკუდიანის მიმართულებით ბურთით განთიადი იქნება ეს გადაცემა არ არის ზუსტი იქნება აუტი აი ახლა განხორციელდება ცვლილება ჯაბალეშკაშელის გუნდის შემადგენლობაში შემოვა მოედანზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დუდაშვილი ხო ჯერჯერობით ხო გადაიდო ცვლილება შეიყვანეს ბურთი თამაში Golden-ის ფეხბურთელები არიან ამასობაში ბურთით ცატავა არ გამოდის აქ ცატავას გადაცემა დააკარგეს ბურთი მასპინძელი გუნდის მოთამაშეებმა წამოვიდნენ სტუმრები შეტევაში და ძალიან სახიფათო ვარდნა იყო გრძელდება აქ შეტევა დარტყმა საკმაოდ არაზუსტია ეს დარტყმა იქნება დარტყმა კარიდან გოგოლაძე გავა მოედნიდან და დუდაშვილი შემოდის მოედანზე ნახოთ როგორი დაბრუნება ექნება დებიუტი ექნება მას როდესაც ამდენი გაუწდა ხო ნახოთ საინტერესოა როგორ ჩაერთვება თამაში მე-11 ნომერი ჯაბალეშკაშელის გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა რომელიც სანამ ტრამვას მიიღებდა Golden Academy-ში ერთ-ერთი მთავარ მოქმედ პირად ითვლებოდა აქ შეიყვანა ბურთი თამაში მეკარე მეორე სართულზე ითამაშეს ბურთზე განთიადის ფეხბურთელებმა შემდეგ დუდაშვილი ცოლობდა მეორე სართულზე არ გამოვიდა ბურთით განთიადის ფეხბურთელები არიან გადის ეს გადაცემა როგორც ჩანს არ იყო თამაშგარე გამყრელიძე კარგად თამაშობს ამჯერად დაცვაში მაინც გამოვიდა აქ პასი ბანძელაძე ბურთით Golden Academy-ა ისევ Golden Academy-ის ფეხბურთელები აქ დააკარგეს ბურთი საკუთარ ნახევარზე მაგრამ სწრაფად დაიბრუნეს კენკიშვილი მოიგერია ბურთი წინ მეტრეველის მიმართულებით მეტრეველი თუ იქნება ბურთზე არა აი აქ მეტრეველი ძალიან კარგად თამაშობს მაგრამ მაინც ახერხებენ განთიანის ფეხბურთელები პასის გაკეთებას ბარდაველიძე მეტრეველი ნახოთ ამჯერად რა სიზამს აკეთებს პას დუდაშვილი მიიღო ბურთი პირველი შეხება ძალიან კარგია დუდაშვილი შემდეგ საჯარიმოში აკეთებს გადაცემას გავიდა პასი ძელს ხდება ბურთი დარტყმა შეიძლება კიდევ ერთ
არ გამოვიდა შემდეგ შორეული დარტყმა მოიგერია განთიადის მეკარემ დუდაშვილი როგორ ჩაერთო თამაში მარჯვენა ფლანგიდან ძალიან კარგად გაამწვავა გააკეთა საჯარიმოში პასი და ძელს მოხვდა შემდეგ ბურთი რა მომენტი ჰქონდა გოლდენ აკადემიას პირველი ჩართვა შეტევაში დუდაშვილის მხრიდან იყო შანსი რომ გოლი გასულიყო ნახოთ აი აქ სტანდარტული როგორი იქნება მომენტი ჰქონდა გოლდენ აკადემიას ძალიან დასანანია რომ გოლი არ გავიდა მაგრამ გძელდება შეტევა და გძელდება გოლდენ აკადემიის მცდელობა გოლის გატანის ჩაწოდება აქ საჯარიმოში შეიძლება აქ დარტყმა გამყრელიძე ვერ მოახერხა დარტყმა გამოიტანეს ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა გძელდება ისევ გოლდენის შეტევა არა ის პასი არ გამოდის ღვთის მოპოვებას ეცდებიან გოლდენის ფეხბურთელები კი ბატონო კარგად ითამაშეს ძალიან ბანძელაძის გადაცემა გავიდა დუდაშვილი ამჯერად მარცხენა ფლანგზეა ბურთით ნახოთ ამჯერად რას იზამს მე-11 ნომერი იქვე აკეთებს გადაცემას მაგრამ დაკარგეს ბურთი გოლდენის ფეხბურთელებმა კარგია კენკიშვილი დაცვაში კუდუხაშვილი ცოტათი სარისკო თამაში არ გამოდის გამყრელიძეზე პასი კენკიშვილი და იქ ჯარიმა დაფიქსირდა როგორც ჩანს და ბურთი განთიაც დარჩება სტუმარკუნც ექნება ამასობაში ბურთი და სტანდარტული გოლდენის ნახევარზე ანგარიში ისე უცლელია 0-0-ია ჩაწოდება საჯარიმოში კენკიშვილი არც თუ ისე კარგად იგერიებს ბურთს მუშკუდიანი შემდეგ მეტრეველზე აკეთებს გადაცემას მეტრეველმა მიიღო ბურთი შეუშალეს ეგ ხელი ერთმანეთს ბარდაველიძე და მეტრეველმა მაინც დარჩა ბურთი გოლდენ აკადემიას მოიგერიეს ამასობაში ეს ბურთი ზუსტია პასი დუდაშვილი კარგად ჩამოიღო ბურთი შემდეგ ნახოთ რას იზამს აპირებს პასის გაკეთებას ოღონდ ეს გადაცემა არ გამოვა მიუვიდა ბურთი მეკარეს ძალიან კარგად ჩაერთო თამაში დუდაშვილი პირველი შეხებაზეო შეეძლო საგოლე პასის გაკეთება მე-11 ნომერს კუდუხაშვილი ისევ ამზადებს გოლდენ აკადემია შეტევას ბანძელაძე აკეთებს მაინც პასს ბანძელაძე ოღონდ ეს გადაცემა არ გამოდის იქნება აუტი ბურთი ისევ გოლდენ აკადემიას დარჩება შეტევაში მარცხენა ფლანგიდან მეტოქის ნახევარზე რაც მთავარია მოაწოდეს აუტი ბანძელაძემ გააკეთა ეს დუდაშვილი დაკარგა ბურთი არ გამოვიდა აქ მოძრაობები გამყრელიძე მაკეთებს აქ ზუსტ პას გამყრელიძე რჩება შეტევაში გოლდენ აკადემია ისევ მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები კენკიშვილის მაღალი პასი დუდაშვილის მიმართულებით არ გამოვიდა ეს პასი ლეჟავა არ გამოდის პასი მაგრამ მაინც აკეთებს შემდეგ მეორე მოძრაობით მეორე მცდელობით პასს მუშკუდიანის მიმართულებით დუდაშვილი მეტრეველი კარგია მეტრეველი ძალიან ერთ ფეხბურთელი მოატყუა შემდეგ გაჩერდა ჩაწოდებაცა და არა მეკარეს მიუვიდა გადასული არ იყო მე მგონი განთიაც დარჩება აქ ბურთი შეიყვანეს აქ ბურთი თამაშში განთიადის ფეხბურთელებმა მეორე სართულზე ბარდაველიძე იყო პირველი უშკუდიანი აკეთებს აქ პასს მაგრამ ეს გადაცემა არ გამოდის იქნება აუტი ისევ განთიადის ფეხბურთელები არიან მეტოქის ნახევარზე განთიაც არ გამოდის შეტევები რაც მეორე ტაიმი დაიწყო ძირითადად გოლდენ აკადემიას აქვს ბურთი და მასპინძლები ცდილობენ შეტევების ორგანიზებას ლეჟავა აქ ვერ თამაშობს დაცვაში კარგად ისევ სტუმრები ბურთით ამჯერად კარგია ლეჟავა გადააგდო შემდეგ ბურთი აუწ კენკიშვილი ყურადღებით უნდა იყვნენ დაცვაში გოლდენის ფეხბურთელები კი ბატონო
არ გამოვიდა დუდაშვილზე პასი. აქ ჯარიმა შეტევაში. დაარღვიეს თამაშის წესები შეტევაში განთიადის ფეხბურთელებმა. ლეჟავას წინააღმდეგ. მაჭარაძე შეიყვანა ბურთი თამაში, არც თუ ისე ძლიერად, ბურთი ისე გოლდენ აკადემიას, კენკიშვილი. ლეჟავა, კარგია ლეჟავა ამ სიტუაციაში. ამზადებს პასს, გააკეთა კიდევაც ეს გადაცემა, დუდაშვილი. მარჯვნივ მეტრეველზე. ნახოთ მეტრეველი რას იზამს, დუდაშვილი. ისევ ბურთით გოლდენი, დუდაშვილი. კარგია. მეტრეველზე შეიძლება პასი. ბურთი შეინარჩუნა დუდაშვილმა, რაც თავარია, შემდეგ იქვე აკეთებს გადაცემას, არ გამოვიდა აქ ბურთი შეინარჩუნება. კენკიშვილი კარგია ამ სიტუაციაში, რომელმაც მოიგერია ბურთი დუდაშვილის მიმართულებით. პირველია ბურთზე დუდაშვილი, არა. არ გამოვიდა აქ ბურთის შეინარჩუნება. გუდუხაშვილი ბოლომდე ცდილობდა ბურთის ართმევას. კენკიშვილი აქაც ყურადღებით ითამაშა გოლდენის მეოთხე ნომერმა. ისევ გოლდენ აკადემია გუდუხაშვილი. ჯერჯერობით კარგია, მაგრამ გაექცა ბურთი წინ და ამიტომ დაკარგეს გოლდენის ფეხბურთელებმა. ამასობაში განთიადის შეტევაში ძალიან სახიფათო შეტევა და გაიტანეს აქ გოლი სტუმარი გუნდის ფეხბურთელებმა. მე-40 წუთზე მოახერხეს აქ გოლის გატანა განთიადის მოთამაშეებმა. ხო რეალურად უპირატესობა გოლდენ აკადემიას, სობას ბურთის ფლობის კუთხით მომენტებიც შეიქმნეს ჯაბა ლეშკაშელის ბიჭებმა, მაგრამ გოლი გაიტანა სტუმარმა გუნდმა. დუდაშვილმა შეიყვანა ბურთი თამაში. არაუშავს დრო დარჩენილია ჯერ კიდევ და არის იმის ალბათობა, რომ და იმის შანსი, რომ გოლდენმა შემოატრიალოს თამაში. ყოველი შემთხვევისთვის უნდა ეცადონ ამას მასპინძლები, კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს გოლდენ აკადემია. აი ეს პასი ზუსტი არ არის ამასობაში, ბურთი მოხვდა მთავარ არბიტრს და ბურთით განთიადის ფეხბურთელები ისევ. მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს თამაში განთიადის ფეხბურთელებმა. ბურთი გოლდენ აკადემიას დარჩება ამასობაში. მაჭარაძემ შეიყვანა ბურთი თამაში, დუდაშვილი ვნახოთ რას იზამს და არტყა კარში და ძალიან სახიფათო იყო აი ეს მტელობა რაც ჰქონდა დუდაშვილს. სამწუხაროდ გოლი არ გავიდა ამ სიტუაციაში, კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა გოლდენ აკადემიას. ამჯერად ცვლებიდან შემოსულ ფეხბურთელს. კარიდან იქნება დარტყმა. შეიყვანეს აქ ბურთი თამაში განთიადის ფეხბურთელებმა ძლიერად. საკმაოდ სახიფათოდაც უტევენ ამასობაში. დარტყმა მაჭარაძემ რა ბურთი აიღო აქ. ბრავო მაჭარაძეს. კუთხური იქნება? კუთხური ექნება განთიადს. ურთულესი ბურთი მოიგერია 1-1-ზე მაჭარაძემ გადაარჩინა გოლდენ აკადემია. სტანდარტული ექნება განთიადს ამ სიტუაციაში. ვნახოთ ყურადღებით უნდა იყვნენ გოლდენის ფეხბურთელები. ჩაწოდება საჯარიმოში. არ გამოდის აქ ბურთზე თამაში, შეიძლება სწრაფი შეტევის დაწყება. დუდაშვილი არ გამოვიდა აქ მარჯვნივ პასის გაკეთება, მაგრამ იქ დაიღო თამაშის წესები და დუდაშვილის მისამართით იქნება ბურთით ისევ გოლდენ აკადემია. კენკიშვილი სწრაფად შეჰყავს ბურთი თამაში. ეს პასი ზუსტი არ არის. ვერ დატოვეს აქ ბურთი თამაში განთიადის ფეხბურთელებმა, იქნება აუტი.
აუტიდან მოაწვიან ბურთს გოლდენის ფეხბურთელები. დუდაშვილი გავიდა ეს პასი საჯარიმოშია, შემდეგ დაცვაში ყურადღებით ითამაშეს იქნება კუთხური. ნახოთ აი ამ სტანდარტულს რა მოყვება. ჩააწოდა მუშკუდიანმა საჯარიმოში, გამოიტანეს ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა. გამყრელიძემ უნდა ითამაშოს ბურთზე. კი ბატონო, გამყრელიძე, შემდეგ მეტრეველი. დაკარგა აქ მეტრეველმა ბურთი. მაჭარაძეს უნდა მიუვიდეს ბურთი. კი ბატონო. სწრაფად შეიყვანა ხელი თამაშში ბურთი მუშკუდიანი. მას მოხვდა ბოლოს ბურთი იქნება აუტი. განთიადი დარჩება ისევ ბურთით. ისევ განთიადი ცდილობს აქ შეტევას. გავიდა აქაც გადაცემა, კენკიშვილი დაცვაში კარგად თამაშობს. ეს პასი არ გამოდის, იქნება აუტი. ისევ გოლდენ აკადემიას დარჩება ბურთი. მუშკუდიანი მოაწვის აუტიდან. გუდუხაშვილი კარგად ჩამოიღო ბურთი. პასი გააკეთა შემდეგ უკან ლეჟავა ერთი შეხებით აკეთებს აქ გადაცემას. ეს პასი არ გამოდის, იქნება აუტი. ორმოცდა მეექვსე წუთი მიდის ჩვენი შეხვედრის. ანგარიში არის 1-0 მინიმალური სხვაობით განთიადი ამარცხებს გოლდენ აკადემიას. შეტევაში მასპინძლები. ბურთი ისევ გოლდენ აკადემიას დარჩება. ლეჟავა მარჯვნივ პასი მუშკუდიანის მიმართულებით. მუშკუდიანი არ გამოდის აქ მუშკუდიანის გადაცემა. ბურთით განთიადის ფეხბურთელები არიან შემდეგ. დაცვაში თამაშობს კარგად მუშკუდიანი. მაინც დარჩა ბურთი სტუმარ გუნდს. მეტოქის ნახევარზე. დაიტოვეს ისევ ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა. აქ შეცდომა და შეიძლება ამ შეცდომის გამოყენება. დუდაშვილი ვარდნაში ცდილობს აქ თამაშს. პასი აღარ გამოუვიდა შემდეგ. მუშკუდიანი კარგია. დაშვილს უკეთებდა პასს, არ გამოდის. ისევ გოლდენ აკადემია და ჯარიმა. ორმაგი ცვლილება ამასობაში. გოლდენ აკადემიის რიგებში. კერესელიძე ჩაერთვება თამაშში. ცატავა გავიდა. რომსაძე ჩაერთვება მალე თამაში ამასობაში ჩაწოდება საჯარიმოში. არ გამოდის ეს ჩაწოდება. ბურთით გოლდენ აკადემიის ფეხბურთელები. მართმევაზე ითამაშეს ამასობაში კარგად მასპინძლებმა. პასის გაკეთება არ გამოვიდა ამ სიტუაციაში. ისევ ბურთით გოლდენ აკადემია. არ გამოდის აქაც პასი. პანძელაძე ბურთი დარჩება გოლდენ აკადემიას. პანძელაძე გაიქცა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ.
ბურთი რჩება განთიადს. მოაწოდეს აუტი განთიადის ფეხბურთელებმა. სპასი არ გამოვიდა ბურთით გოლდენ აკადემია, მაგრამ ვერ ახერხებენ აქ ბურთის გადატანას მეტოქის ნახევარზე. მოაწოდა აუტი აქ განთიადმა. მაინც დაიტოვეს აქ ბურთი, შემდეგ დაიკარგა. ისევ განთიადის ფეხბურთელები სწრაფად იბრუნებენ ბურთს. სახიფათო შეტევა, დაცვაში ყურადღებით უნდა იყოს გოლდენ აკადემია, ეს დარტყმა არ გამოდის. მაჭარაძე ეწია ბურთს და დაიჭირა ხელებში. არ არის ეს პასი ზუსტი. ისევ განთიადის ფეხბურთელები არიან, არც ის გადაცემა გამოდის, მაგრამ მაინც დაიტოვეს ბურთი. თუ სიტუაციაში ბანძელაძე კარგია, შემდეგ პასსაც აკეთებს. ბარდაველიძე, მარცხნივ კერესელიძე ჩაერთო აქ შეტევაში. ბანძელაძეს უკეთებდა პასს, მაგრამ არ გამოვიდა, იქნება დარტყმა კარიდან. კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდება. უმსაძე ჩაერთო თამაში. შეიყვანეს აქ ბურთი თამაში განთიადის ფეხბურთელებმა. ეს პასი არ გამოდის ამასობაში, იქნება აუტი. მოაწოდეს აუტი გოლდენ აკადემიის ფეხბურთელებმა. შემდეგ მაღალი პასი გაკეთდა. მეტრეველი. მუშკოდიანი. ისევ მეტრეველი. კარგია ჯერჯერობით პასი კუდუხაშვილის მიმართულებით, კუდუხაშვილი მუშკოდიანი. არ არის ეს გადაცემა ზუსტი, მაინც იუვა თუ არა კუდუხაშვილის კი ბატონო ჯარიმა და დარჩება გოლდენ აკადემია ბურთით. სწრაფად გაათამაშეს აქ ბურთი მეტრეველი, ვერ მიიღო აქ ბურთი. ცვლილება განხორციელდა აქ განთიადის შემადგენლობაში. განთიადს დარჩება აქ ბურთი. მიიღო აქ ბანძელაძემ, შემდეგ ნახოთ რას იცამს, დაიძრა თვითონ. თუ მოძრაობები მეტრეველზე პასი. კარგი მოძრაობა, ისევ ბანძელაძე. ჯერჯერობით კარგია ბანძელაძე, მიუახლოვდა საჯარიმოს, უკან წამოიღო ბურთი. ისევ განთიადის ფეხბურთელები ბურთით. იქნება აუტი. მოაწოდეს აუტი განთიადის ფეხბურთელებმა. მუშკუდიანი მოიგერია ბურთი წინ. ბარდაველიძე თამაშობს ბურთზე. დუდაშვილი მაინც ითამაშა აქ ბურთზე დუდაშვილმა, შემდეგ ნახოთ რას იზამს. ბარდაველიძე, ისევ დუდაშვილი, კარგია დუდაშვილი, პასს აკეთებს, ბანძელაძე დარტყმა არ გამოდის აქ. გრძელდება ისევ შეტევა კვლავ ბანძელაძე და ჯარიმა. კარგი ჯარიმა აქ გოლდენ აკადემიას. ბანძელაძემ თავად მოითხოვა და თავად შეასრულებს აი ამ ჯარიმას. ნახოთ აბა აი ამ სტანდარტულს რა მოჰყვება.
მეტრეველი და ბანძელაძე ბურთთან ახლოს. დიდი ალბათობით სწორედ ბანძელაძე შეასრულებს. კი ბატონო, ის დარჩა ბურთთან. ნახოთ, კარგი შანსია ამ შეხვედრაში. ასეთი სტანდარტულები, ასეთ დროს, როდესაც თამაშიდან სჭირის მომენტები შექმნა, არა და მეორე ტაიმში იყო არაერთი მომენტი. განთიადის კართან და არტყა ძლიერად ბანძელაძემ და კუთხური იქნება აქ. განმეორებით ნახეთ ეს ჯარიმა. კიდევ ერთი სტანდარტული ამჯერად კუთხური მარჯვენა ფლანგიდან გოლდენ აკადემია რჩება შეტევაში. მუშკუდიანი ჩაწვდის საჯარიმოში. კარგი ჩაწოდება არის აქ საჭირო, ჩაწოდება. არც თუ ისე კარგი გამოიტანეს ბურთი განთიადის ფეხბურთელებმა. ისევ გოლდენ აკადემია მუშკუდიანი ვერ ითამაშა კარგად ბურთზე და ძალიან სახიფათო შეტევაშია განთიადი. მაჭარაძე რა კარგად თამაშობს აქ. შესანიშნავი იყო მაჭარაძე. არ მოატყუებინა თავი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს. ბანძელაძეა ბურთით მაღალ პასს აკეთებს აქ. განმეორებით ეპიზოდი მაჭარაძე შესანიშნავია ამ სიტუაციაში. წინვალე იყო გოლდენ აკადემიის მეკარე. განთიადი ეცდება აქ მარცხნიდან შეტევას. დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები, იქნება აუტი. მე-16 წუთი მიდის ჩვენი შეხვედრის. განთიადი მინიმალური სხვაობით უგებს გოლდენ აკადემიას. იყო არაერთი მომენტი განთიადის კართან. მაჭარაძე მივიდა ბურთთან. გაუშვა ბურთი საჯარიმოსკენ მაჭარაძემ. პირველი თამაშობენ ბურთზე განთიადის ფეხბურთელები. გოლდენ აკადემიასთან ახლოს მცხეთა, ვილა, რუსთავი, აი ეს გუნდები არიან. 16-13 13-9 უფრო სწორად აი ესეთი შედეგები აქვთ გუნდებს. მცხეთა მუხრანი არის მე-5 პოზიციაზე 13 ქულით. ვილა იმყოფება მე-6-ზე 11 ქულით და გოლდენ აკადემია შეტევაში ამასობაში გუნდს სჭირდება ამ შეხვედრაში ერთი ქულა მაინც. აი ერთი ქულა რომ მოიპოვოს გოლდენ აკადემიამ ექნება 17 და ერთი ქულით ჩამორჩება შემდეგ ვაკე ჟუნიორს. განთიადს კი ექნება 19 ქულა. ნახოთ აბა აი ამ სტანდარტულს რა მოხდება. კარგი შანსია გოლის გასატანად. გაათამაშეს ბურთი გოლდენ აკადემიის ფეხბურთელებმა. ჩაწოდება შემდეგ არც თუ ისე კარგი. სწრაფად ცდილობს აქ ბურთის დაბრუნებას მასპინძელი გუნდი. დაიბრუნეს მაინც აქ გოლდენის ფეხბურთელებმა ბურთი. იქნება კიდევ ერთი სტანდარტული. კიდევ ერთი შანსი. კუდიხაშვილი იყო კარგი. მაჭარაძე მივიდა ბურთთან. მაჭარაძე აბა გოლდენ აკადემიის მეკარე. დაარტყამს თუ ჩააწვის. აბა ნახოთ ეს ჩაწოდება როგორი იქნება. მაჭარაძე ჩააწოდა, კარში გაუშვა ბურთი, მეკარეს გაუვარდა შემდეგ დამატება და 1-1 გაათანაბრა გოლდენ აკადემია მაინც. მუშკუდიანია გოლის ავტორი. 1-1 ყველაფერი თავიდან იწყება. მაჭარაძემ გაუშვა პირდაპირ კარში, მეკარემ ვერ დაიფიქსირა ბურთი ხელებში და 1-1 გვაქვს. გათამაში დარჩენილი არის ცოტა, მაგრამ მაინც ნახოთ
ნახოთ რა მოხდება აი ამ დარჩენილ წუთებში მიიღო შანსი მაინც Golden Academy-ამ განმეორებით ეპიზოდი მეკარე ვერაფიქსირებს ბურთს ხელებში შემდეგ ხარიხას ეცემა ბურთი ზევიდან და დამატებაზე ახერხებენ თავით გოლის გატანას Golden-ის ფეხბურთელები მუშკუდიანი იყო ის მოთამაშე რომელმაც მოახერხა და გაუშვა ბურთი კარის მიმართულებით განთიარის ფეხბურთელები აქ საჭიროა ბურთი მოიპოვოს Golden Academy-ამ და შეტევაში გადაიტანოს მას სტუმრები არიან ჯერჯერობით ბურთით მარჯვენა ფლანგზე გაკეთდა აქ პასი ეს ერთი ქულაც მნიშვნელოვანია, გასაგებია მოგება უფრო კარგი იქნება და ჩვენ მოგება გვინდა აქ საფეხბურთო შეტევა განთიაც გავიდა ეს პასი დარტყმა მაჭარაძეს მისდის ბურთი ხელებში შეიძლება სწრაფად ბურთის თამაში შეყვანა მაჭარაძე აკეთებს ამას არ გამოდის ოღონდ ეს პასი ბურთით განთიადია ბანძელაძე კარგია მეტრეველი წავიდა შეტევაში Golden Academy-ა მეტრეველი ვნახოთ რა სიზამს პასია გასაკეთებელი ისევ მეტრეველი სრუმოძრაობა კარგი იყო შემდეგ არ გამოდის აქ პასი ისევ Golden Academy-ა კვლავ მეტრეველი ერთ-ერთზე და კუთხურია კარგი შანსია ძალიან კარგი შანსია მაჭარაძე ჩავა რა თქმა უნდა თუ არა არ არის საჭირო ერთით ისეთი ანგარიშია რომ ცუდი ნამდვილად არ არის ყოველ შემთხვევაში ერთი ქულაა საჭირო ბოლო წუთი გვაქვს და კარგი შანსია Golden Academy-ას რომ მოიგოს საერთოდ ეს თამაში ურთულესი შეხვედრა. ჩაწოდება საჯარიმოში. ნახოთ რა იქნება თუ იქნება კარში დარტყმა არა. კიდევ ერთი ჩაბრუნების ცდელობა გამყრელიძეს არ გამოუვიდა. განთიადის ფეხბურთელები ბურთით გადის ეს პასი. შემდეგ ეს გადაცემა წესით არ უნდა გამოვიდეს. კენკიშვილი. მაჭარაძე. ისევ კენკიშვილი. მაღალ პასს აპირებს, გააკეთა ეს პასი დუდაშვილი, დაბალი პასი გააკეთა. არ გამოდის დუდაშვილის მოძრაობა, მაგრამ ისევ დუდაშვილი დარჩა ბურთით. პასი გავიდა ეს გადაცემა, კარგი შანსია Golden Academy-ას. კიდევ ერთი პასი მეტრეველი, კარგი მოძრაობა, დარტყმა და არ გავიდა გოლი. ვერ დაარტყა კარში მეტრეველმა, ზუსტად და რა მომენტი იყო. შეიყვანენ ბურთს თამაში აქ განთიადის ფეხბურთელები განმეორებით ეპიზოდი მეტრეველის დარტყმა 10 და სამწუხაროდ კარს რა მომენტი ქონდა Golden Academy-ას. ისევ Golden Academy-ა და რა ხდება ჯარიმა. როგორი შანსი იყო ამ თამაშის მოგების. ხო არაუშავს გასაგებია. ხდება ასეთების მეტრეველი ითამაშა ბურთზე შემდეგ ისევ Golden Academy-ა მეტრეველი ვნახოთ რა სიზამს წავიდა კიდევ ერთი შეტევა უკან დარჩა ბურთი მაგრამ მაინც აგრძელებს Golden Academy-ა შეტევას ბანძელაძე ვნახოთ აი ამ შეტევაში რა იქნება ბანძელაძე უნდა ჩააწოდოს საჯარიმოში ჩაწოდება ძალიან საფრთხე და ძალიან მაგარი მცდელობა ქონდა დუდაშვილს მაკრატელად ცდილობდა დუდაშვილი დარტყმას და არ გამოვიდა რა ბოლო წუთები გვაქვს ამ შეხვედრაში Golden Academy-ა იმსახურებდა მოდი ასე ვთქვათ ბოლო წუთებიდან გამომდინარე ამ თამაშის მოგებას განთიადი წავიდა შეტევაში ყურადღებით უნდა იყვნენ დაცვაში აქ Golden Academy-ის ფეხბურთელები რჩება ისევ ბურთით განთიადი შემდეგ მაღალი პასი არ გამოვა ეს პასი მაჭარაძეს მიუვა ბურთი და დასრულდა აქ თამაში დასრულდა 1-1 Golden Academy-ა ვერ მოიგო გასაგებია მაგრამ არაუშავს ამ თამაშს აგებდა Golden-ი მოახერხა ანგარიშის გათანაბრება მუშკუდიანმა შემდეგ მეტრეველს კარგი მომენტი ქონდა ხდება ასეთები გასაგებია ფეხბურთში ამიტომაც არის ეს სპორტი საინტერესო და ამიტომაც არ ვიცით წინასწარ რა და როგორ მოხდება ძალიან კარგი თამაში იყო ორივე გუნდს მადლობა ამისათვის განსაკუთრებით Golden Academy-ას და ყველაფერი წინ არის ყველაფერი კარგად იქნება ამიტომ ურები არ უნდა ჩამოუშვან Golden-ის ფეხბურთელებმა მე რატი აიბზენზე ვიყავი ამ დროის მანძილზე თქვენთან ერთად დაგემშვიდობებით ბედნიერ ღამეს გისურვებთ ნახვამდის